მოდი ახლა ვისაუბროთ ავტორიზაციის ნაწილზე, რეგისტრაციის და ავტორიზაციის ნაწილზე, რომელიც Laravel Breeze-თან ერთად ჩვენს პროექტში უკვე არის გაკეთებული. მაგრამ ცოტა სხვანაირად არის გაკეთებული და უნდა გადავაკეთოთ. მე შემიძლია საერთოდ წავშალო auth folder-ში, რაც Laravel Breeze-მა დააგენერირა და თავიდან შევქმნათ ყველაფერი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, როდესაც AI-ს მიაქვს სამყარო, უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ გავერკვეთ არსებულ კოდში, თუნდაც ეს კოდი რაღაც third party package-ის მიერ იყოს დაწერილი და ჩასმული ჩვენს პროექტში, თუნდაც AI-ის მიერ დაგენერირებული, ის უფრო მნიშვნელოვანია გავერკვეთ არსებულ კოდში, ვიდრე ნულიდან დავწეროთ რაღაც ახალი. იმიტომ რომ როცა შეგვიძლია არსებული კოდი გამოვიყენოთ, ნულიდან არ უნდა დავწეროთ იმისათვის, რომ ვიყოთ ეფექტურები. მე ახლა ყველანაირად რომელ კონტროლერებსაც შევეხებით და სადაც რაღაცას გავაკეთებთ, ყველაფერს აგიხსნით და ყველაფერში გავერკვევით. პირველ რიგში ორ კონტროლერზე მინდა ვისაუბრო, ეს არის authenticated session controller და მეორე registered user controller. ანუ ერთი არის რეგისტრაციისთვის, მეორე არის ავტორიზაციისთვის. Registered user controller არის რეგისტრაციისთვის. მოდი გადავიდეთ ჯერ registered user controller-ში, რომლის შესაბამისი endpoint-ი არსებობს auth.php-ში. აი აქ მაგალითად register URLs თუ მივაკითხავთ, გამოიყენება registered user controller-ის store მეთოდი, middleware guest-ი არის, ანუ არ ავტორიზებული user-ი აკითხავს ამას, name-ი, route-ის name-ია register-ი. Store-ში თუ გადავალთ, აქ ვნახავთ რა ხდება. ესე იგი, ვიღებთ ჩვეულებრივ ტიპიურ requests, ვაკეთებთ request-ის ვალიდაციას. ეს საკითხი უკვე ნაცნობია ჩვენთვის. აქ შეიძლება რაღაცა ცოტა უცხო რულები შეგხვდეთ, მაგრამ უბრალოდ რულებია და შეგიძლიათ ვალიდაციაში რულების სექციაში ჩახედოთ. Okay, ესე იგი, რის ვალიდაციას ვაკეთებთ? Name, email და password. აი ამ სამი ფილდის ვალიდაციას ვაკეთებთ. Email-ი უნდა იყოს required string-ი, lowercase სიმბოლოები მხოლოდ, ვალიდური email-ი უნდა იყოს maximum 255 და email-ი უნდა იყოს უნიკალური user-ების ცხრილში. აი ეს არის. და parole-ს უნდა კონდეს confirmed rule, რაც გულისხმობს, რომ password confirmation property-ც უნდა არსებობდეს request-ში. აი ეს არის მხოლოდ. და ასევე rules password defaults ეს გულისხმობს აი parole-ი რო არ შეიძლება იყოს 8 სიმბოლოზე ნაკლები, უნდა შეიცავდეს uppercase, lowercase, რაღაც აი მაგ წესებს გულისხმობს მოკლედ ეს defaults rule. ამის შემდეგ, როდესაც request-ის ვალიდაცია დასრულდა, თუ გაფეილდა, თავისთავად ეს 422 status codes დააბრუნებს, ხო? მოდი ბარემ ეს უკვე ვცადოთ და გავტესტოთ. ან collection-ებში გადავალ ახლა მე და დავიწყოთ რაღაცების გადაკეთება. ან პრინციპში ამ post data-ს გადავაკეთებ და ამას დავარქვათ ჩვენ register. ესე იგი, post request ვაგზავნით, URL-ი იქნება API. ხო, ეხლა ნახე რა არის კიდე საინტერესო. auth.php შემოტანილია web.php-ში. ანუ web.php-ის დამხმარეა და Laravel Breeze სტანდარტულად ისე დაყენდა, რომ ავტორიზაციის ნაწილი არის რაღაცა web-თან ძალიან ახლოს დაკავშირებული. ანუ თითქოს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ API-ს, რომელიც აუცილებლად web აპლიკაციამ უნდა გამოიყენოს. იმიტომ რომ რაღაც შემთხვევებში, აი მაგალითად authenticated session controller-ში სახელიდან გამომდინარე authenticated session controller-ასაც ქვია და ასევე რეალობიდანაც გამომდინარე სესიებს იყენებს ეს, მაგრამ ტიპიურ API-ს ოდესაც ვაკეთებთ, რომელიც შეიძლება გამოიყენოს როგორც მობილურმა აპლიკაციამ, ისე შეიძლება ტელევიზორის Android-ის აპლიკაციამ გამოიყენოს, შეიძლება web აპლიკაციამ, სესიებს არ საჭიროებს. ანუ არ საჭიროებს კი არა, ფიზიკურად შეუძლებელია მობილურის აპლიკაცია რო API-ს იყენებს, იქ რაღაც სესიები გამოიყენო. იქ მიდის მხოლოდ token-ით საუბარი. და სესიები შესაძლებელია გამოყენებული იქნას, როდესაც აკეთებ API-ს, რომელიც აუცილებლად web-ისთვის არის განკუთვნილი და ბრაუზერიდან უნდა იქნეს გამოყენებული. Okay. მე რას გავაკეთებ? ესე იგი, auth.php-ში რა route-ებიც არის რეგისტრირებული, აი ეს ყველაფერი უნდა ამოვიღო web.php-დან და გადავიტანო API.php-ში. აუცილებლად. ეხლა აქ შემიძლია მე რომ რეგისტრაცია, ლოგინი და სხვა დანარჩენი მეთოდები ვერსია 1-ის ქვეშ შევიტანო, ან დავტოვო ვერსიის გარეშე. ნუ ამ ეტაპისათვის ჩავთვალოთ, რომ
ვერსიის გარეშე ვაკეთებ, იმიტომ რომ ლოგინი და რეგისტრაცია ნაკლებ სავარაუდოა რომ შეიცვალოს და თუ შეიძლება ისე შეიცვლება რომ რაღაც დამატებითი ველები იქნება და breaking change არ იქნება. ამიტომ request ვაკეთებთ API register endpoints. Post requests. ეხლა header-ებში გადავიდეთ და აუცილებლად მივუთითოთ accept header-ი, უნდა იყოს application JSON-ი და მივუთითოთ content type header-ი, რომელიც უნდა იყოს ასევე application JSON-ი. ეხლა გადავიდეთ body-ში და აი აქ row JSON-ი პრინციპში ამორჩეულია, okay? და name-ი უნდა გადავცეთ, მაგალითად Johnny. გადავცეთ email-ი, მაგალითად john@example.com. უნდა გადავცეთ paroli და აი აქ, როდესაც parolს გადავცე, აი აქ გავჩერდები. და ეხლა გავაგზავნთ post request-თან ვნახოთ რა მოხდება. 422 unprocessable content, ნახეთ ვალიდაციის error-ები. The password field confirmation does not match. აი ეს არის ზუსტად confirm-რული, რასაც აკეთებს registered user controller-ში, აი აქ confirmed. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება password confirmation-ი. მეორე ვალიდაციის რულიც დაირღვა, the password field must be at least 8 characters. ეს არის აი ეს defaults რული, რასაც აკეთებს. Okay. მოდი მივიცეთ ეხლა password ქვედატირე confirmation-ი, ეს ჭირდება და მივიცეთ 1 2 3 4. ეხლა მხოლოდ ერთი რული არ დაკმაყოფილდება, ეს არის password field must be at least 8 characters. კაი, 5 6 7 8. 5 6 7 8. გავაგზავნეთ request-ი და ამ შემთხვევაში უკვე იმუშავა და დაბრუნდა no content-ი. ანუ user-ი დარეგისტრირდა და პასუხი არ არის საჭირო, ეს არის რაც მივიღეთ ამ მომენტისთვის ჩვენ. ნახე, response no content. ასევე user-ის ავტორიზაციის მცდელობაც იყო ამ ადგილას. ნუ ამ შემთხვევაში auth logins აზრის საერთოდ არ აქვს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენთვის ავტორიზაცია აღარ განისაზღვრება სესიებით. ჩვენთვის ავტორიზაცია განისაზღვრება token-ის შექმნით და დაბრუნებით, რომელსაც შემდეგ user-ი გამოიყენებს შემდეგ request-ებში ამ ინფორმაციის token-ის გასაგზავნად. ხო, ეს ნაწილი შეგვიძლია მთლიანად ამოვიღოთ. user-ი შეიქმნა. ვიცით email და paroli. ეხლა მოდი login-ის ცდელობა გვქონდეს. ეს register-ი უნდა დავასეივო. შემდეგ მე მგონი შეგვიძლია ჩვენ ამის duplicate-ი და ამას დავარქვათ login. Post request-ი მიდის login endpoint-ზე. body-ში გვჭირდება ჩვენ email-ი და password-ი მხოლოდ. Okay? ეხლა გავაგზავნოთ request-ს და ვნახოთ რა იქნება შედეგი. მივიღეთ 500-იანი internal server error-ი session store not set on request. აი ეს არის პრინციპში რასაც ველოდებოდი მე. იმიტომ რომ სესიები არ გვაქვს ჩვენ და რაღაცა უნდა გავაკეთოთ სხვანაირად. Request authenticate-ი რასაკეთებს მაგას გაჩვენებთ, მაგრამ აი აქ ხდება შემდეგ session regenerate-ი, რაც არის ამოსაღები მთლიანად. ჩვენ სესიის რეგენერაციას არ ვაკეთებთ, სესიები აღარ გვაქვს, მაგრამ ჩვენ უნდა ავიღოთ ავტორიზებული user-ის ინფორმაცია და request authenticate-ი უკვე user-ის ავტორიზაციას ახდენს. აი ამის შემდეგ ჩვენ აი ამ user-ის ინფორმაციას ამოვიღებთ და აი ამ user-ზე უნდა გამოვიძახოთ create token-ი. ოღონდ create token-ი user-ზე არ არსებობს თუ არ გადავალთ user model-ში და არ გამოვიყენებთ traits has API tokens. რომელიც Laravel Sanctum-ის trait-ი არის, package-დან წამოღებული trait-ი არის. ამის შემდეგ უკვე user-ზე ჩვენ შეგვიძლია გამოვიძახოთ create token. გადავცეთ token-ის დასახელება, magalitat რაღაცა auth token პირობითად სახელს მნიშვნელობა არ აქვს და შემდეგ უნდა ავიღოთ plain token text მე მგონი. ან plain text token. ნახავთ ეხლა. ეს არის ჩვენი token-ი და შემდეგ დავაბრუნოთ ეს token-ი უკვე JSON-ის სახით. ანუ user-ის ავტორიზაცია მოხდა, აქედან შეგვიძლია დავაბრუნოთ ჩვენი user-ის ინფორმაცია. ოღონდ ამისათვის გამოვიყენოთ მოდი new user resource-ი, გადავცეთ request user-ი და ასევე დავაბრუნოთ token-ი.
ეს იქნება token slot. ეხლა ვნახოთ თუ რამე შემეშალა, აქ გაერორდება ეს response. Okay, რა უნდა return value of store is expected to be elimination response JSON response returned. ნუ აქედან ყოველთვის JSON response დავაბრუნებთ, ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ უთხრათ, რომ JSON response ვაბრუნებთ და დამანებეთ ავიო. JSON response. ეს არის? Okay. კარგი. გადავიდეთ ახლა Postman-ში. გავაგზავნოთ request-ი. Create token on null. Okay, როგორც ჩანს, ავტორიზაცია ვერ გაიარა. ხო, აი აქ user-ი მეთოდი არის რეალურად და ჩვენ აი ამაზე ვიძახებთ create tokens და შემდეგ plain text token. Plain text token. მანდ რა მიწერა? Plain token text. Okay. აი ეს არის. დავასეივეთ, გავაგზავნოთ request-ი თავიდან და ესე იგი მივიღეთ ჩვენ user-ის ინფორმაცია, რომელიც ეხლახანს დალოგინდა და ამ user-ის tokeni. ეს tokeni ბაზაშიც არის შენახული. ამ tokens პრინციპში expire date არ აქვს და შეგვიძლია უკვე ეს tokeni გამოვიყენოთ ჩვენ ყველა შემდეგი request-ის გასაკეთებლად. კარგი, ეხლა აი ეს login request-ი რასაკეთებს და ეს authenticate მეთოდი რასაკეთებს, ეს არის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ აქ თუ login request-ი არ გვექნებოდა, ჩვეულებრივი request-ი გვექნებოდა, რაღაცა რთულად და სხვანაირად იქნებოდა საქმე, მაგრამ აქ არის login request-ი, რომელიც Laravel Prisma გააჩინა ჩვენს პროექტში. ეს არის ჩვეულებრივი form request-ი, რომელსაც authorized true აქვს, მაგრამ აქვს რაღაც განსხვავებები. ნუ პირველ რიგში რულებში ვხედავთ, რომ email-ი string-ი, paroli string-ი, ნუ ეს გასაგები არის. აი ეს authenticate რასაკეთებს. Ensure is not rate limited. აი ამაზე ამ წამს არ ვისაუბრებ. ან დეტალურად არ ვისაუბრებ, მაგრამ მარტივად გეტყვით, რომ ეს უბრალოდ ამოწმებს, რომ ზედმეტად ბევრი request-ი არ გავაგზავნოთ დროის მოკლე მონაკვეთში. თუ ზედმეტად ბევრ request-ებს არასწორი მცდელობები გვაქვს, ბევრი გაგზავნილი, მაშინ უკვე სხვანაირ errors მივიღებთ. ეს შეგვიძლია მაგის სიმულაცია გავაკეთოთ, მაგრამ უბრალოდ დამიჯერეთ, რომ ესე არის რა. ეს მეთოდიც ensure is not rate limited აქვე არსებობს, რომელიც აი მაგას ამოწმებს, რომ ზედმეტად მეტი მცდელობა ხომ არ არის დროის მოკლე მონაკვეთში და ასე შემდეგ. მოკლედ rate limiting-ზე ცალკე მინდა ვისაუბრო, ამიტომ ეხლა ამ ნაწილს გამოვტოვებ. უბრალოდ ამას აკეთებს და ვსვავ. შემდეგ მომავალში ავხსნი, ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ესეთი ნათქვამი, ამას აკეთებს და ვსვავ, ანუ ესე არ ვარ, მომავალში ავხსნი ამას rate limiting-ზე, როდესაც ვისაუბრებ. Auth attempt-ი ეს არის არის ფასადი, რომელიც Laravel-ის core-ში არსებობს და attempt-ი არის დალოგინების მცდელობა. შემდეგ request-იდან ვიღებთ მხოლოდ email-ს და parole-ს და ვაწვდით attempt-ში. და ასევე თუ არსებობს boolean ტიპის property remember-ი, მაგასაც ვიღებთ და ამასაც ვაწვდით. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში remember-ი არ გადაგვიცია საერთოდ. ისევ და ისევ rate თუ აქ მცდელობა უარყოფითია, ანუ აქ note-ი უწერია, თუ მცდელობა წარუმატებელია, ასე ვთქვათ. ხო, ისევ rate limiter-ის გამოყენება არის, რომ იმახსოვრებს, რომ users ქონდა წარუმატებელი მცდელობა დალოგინებისა. და თუ users ბევრჯერ აქვს ეს წარუმატებელი მცდელობები, შემდეგ ვიღებთ უკვე errors. Okay? კარგი, მაგრამ თუ მცდელობა წარმატებული იყო, ანუ აი ამან თუ იმუშავა, მაშინ მცდელობებს ვასუფთავებთ. ანუ წარუმატებელ მცდელობებს ვასუფთავებთ. მხოლოდ ეს არის, მაგრამ მთავარი მეთოდი არის აი ეს. auth attempt-ი, რომელიც დალოგინებას ცდილობს და ან დაალოგინებს, ან ვერ დაალოგინებს. თუ ვერ დაალოგინა, მაშინ ამას ვაკეთებ და თუ დაალოგინა, ამას ვაკეთებ, მაგრამ თუ დაალოგინა, უკვე მერე გვაქვს request-ზე user მეთოდი აბრუნებს დალოგინებული user-ის ინფორმაციას. ანუ დალოგინებული user-ზე ჩვენ შეგვიძლია უკვე create token-ი გამოვიძახოთ, რადგან აი აქ has API tokens trait-ი დავამატეთ და create tokens აქ token-ის ასახელებას ვაწვდით და შემდეგ ვიღებთ აი ამ tokens plain text token, რომელიც ერთჯერადად ვიღებთ ამას და ვაბრუნებთ, მაგრამ ის ეს token-ი დაშიფრული ნახება ბაზაში და მეჯერ ვეღარ ვნახავთ. Okay? ეს არის ჩვენი ავტორიზაციის flow. ეხლა user-ის ავტორიზაცია დამთავრდა, აი ეს token-ი ავიღეთ, მოვაკოპიროთ
და ეხლა გადავიდეთ და აი get data-ს ნაცვლად, მაგალითად ეს იყოს get posts. ეს get request-ს აგზავნის. გადავაწეროთ თავზე get request-ს აგზავნის, მაგრამ ავტორიზაციის ნაწილი არის მნიშვნელოვანი და ეს ინფორმაცია უნდა გავატანოთ, ავტორიზაციის ინფორმაცია. მაგრამ ასევე back-ზე უნდა დავამატოთ, რომ მხოლოდ ავტორიზებულ იუზერებს შეუძლიათ ამ endpoint-ებზე request-ის გაკეთება.